საღამოშვიდობის 3 სექტემბერს BMTV-ზე საქმის კურსის ეთერში ვაჯამებთ ამბებს ბიზნესზე და ეკონომიკაზე. მე ანა ლაპიაშვილი ვარ და სამუშაო დღის ბოლოს მნიშვნელოვან საქმიან ამბებზე გიყვებით BMT-ის გუნდის წევრებთან ერთად. აგვისტოში ინფლაცია 4.6%-მდე გაიზარდა, რაც ბოლო 2 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. მეორე კვარტალში წლიურად ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა 12.9%-ით არის გაზრდილი და 60 მილიარდ 300 მილიონი ლარია. თბილისის მერის განცხადებით 2026 წლიდან თბილისის ისტორიულ ნაწილში ავარიული შენობა-ნაგებობების ჩანაცვლების პროგრამა დაიწყება და მოსახლეობის თანხმობის შემთხვევაში ადგილობრივი მთავრობა შენობა-ნაგებობების გამოსყიდვას უზრუნველყოფს. საქართველოს ბრიტანულ ვანდერლასტზე ევროპის სასურველი ტურისტული მიმართულებების ნომინაციაზეა წარდგენილი. გარდა ქვეყნისა დასახელებულია ქალაქები თბილისი და ბათუმი. ხმის მიცემა ვებგვერდზე დაწყებულია. საქსტატის მონაცემებით აგვისტოში საქართველოში ინფლაცია 4.6% იყო. ამავე მონაცემებით მეორე კვარტალში წლიურად ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა 12.9%-ით გაიზარდა და 60 მილიარდ 300 მილიონი ლარი შეადგინა. ამავე მონაცემებში მითითებულია, რომ ზრდის ტენდენციით ბიზნეს სექტორის პროდუქციის გამოშვების მაჩვენებელი ხასიათდებოდა. მეორე კვარტალში მისი მოცულობა 23 მილიარდ 200 მილიონი ლარით არის განსაზღვრული, რაც გასული წლის იგივე პერიოდის მაჩვენებელზე 13%-ით მეტია. ოფიციალური მონაცემები მიუთითებს, რომ ამ წლის აპრილ-ივნისში ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 795,600-ით განისაზღვრა, რაც გასული წლის იგივე პერიოდის მაჩვენებელზე 3.3%-ით მეტია. დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობიდან 44.1% ქალი იყო და 55.9% კაცი. დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობის 42.9% მსხვილ ბიზნესზე მოდიოდა, 20.4% საშუალოზე და 36.7% მცირე ბიზნესზე. რაც შეეხება ხელფასს, საქსტატის მონაცემებით ამ წლის მეორე კვარტალში ბიზნეს სექტორში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი 2317 ლარი და 60 თეთრი იყო. გასული წლის იგივე პერიოდთან შედარებით ზრდა 212 ლარი და 20 თეთრია. მათ შორის ქალების ხელფასმა 1783 ლარი შეადგინა, თუ წლიურად შევადარებთ მონაცემებს, მატება 147 ლარი და 20 თეთრია. საწარმოთა ზომის მიხედვით კი საშუალო თვიური ხელფასი ყველაზე მაღალი საშუალო ბიზნესშია 2741 ლარი და 80 თეთრი, მას მსხვილი ბიზნესი მოყვება საშუალო ხელფასით 2466 ლარი და 90 თეთრი და მცირე ბიზნესში საშუალო თვიური ხელფასი 1823 ლარი და 30 თეთრია. აგვისტოს წლიური ინფლაცია ბოლო 2 წლის განმავლობაში ინფლაციის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. რომ შევადაროთ ივლისში, მაგალითად წლიური ინფლაცია 4.3% იყო. საქსტატის მონაცემებით ინფლაციის მატება ძირითადად სურსათის გაზრდილმა ფასებმა განაპირობა და ამ ჯგუფში ფასები ჯამურად წლიურ ჭრილში 10%-იან მატებაზე მიუთითებს. გაზრდილი არის ჯანდაცვის სერვისების და მომსახურების ფასები და ამ მიმართულებით წლიური ზრდა 9.3%-ია. რა განაპირობებს დაჩქარებული ინფლაციის ტემპს და როგორი არის მოლოდინები დეტალები ნუცე შუბაშვილის სიუჟეტში უნდა ვნახოთ. ბოლო თვეების განმავლობაში საქართველოში ინფლაციის ტემპი დაჩქარდა და აგვისტოში წლიურმა ინფლაციამ 4.6% შეადგინა, რაც 2 წლიან ჭრილში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ფასების საერთო დონე გაზრდილია თვიურ ჭრილშიც და ივლისთან შედარებით ინფლაცია 0.3%-ითაა დაჩქარებული. წლიურად ფასების ყველაზე მკვეთრი ზრდა სურსათის ჯგუფში ფიქსირდება, სადაც ჯამურმა ინფლაციამ 10%-ს მიაღწია. რაც შეეხება ყველაზე მეტად გაძვირებულ სასურსათო პროდუქციას, აქ ისეთ პროდუქტებს შევხვდებით, როგორიცაა ხილი და ყურძენი, რომელიც 15.3%-ითაა გაძვირებული. ზეთსა და ცხიმზე ფასების ზრდა 14.8% შეადგინა. რძე, ყველი და კვერცხი კი 11.8%-ითაა გაძვირებული. როგორც დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციაში აცხადებენ, ბოლო თვეების განმავლობაში სასურსათო პროდუქციაზე ფასების ზრდა მიღმა გლობალურ ბაზარზე არსებული ტენდენციებისა, ძირითადად სავაჭრო ქსელების მხრიდან წლის დასაწყისში განახლებულ კონტრაქტებს და გადასახადების ზრდას უკავშირდება, რაც ეტაპობრივად საბოლოო პროდუქციის ფასზეც აისახება. კიდევ ერთი ფაქტორი, რაც ასოციაციის ხელმძღვანელის თქმით სურსათის ფასებზე ნეგატიურად მოქმედებს, სადისტრიბუციო მანქანებისთვის წლის დასაწყისიდან დილის საათებში გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვებია.
ერთ-ერთი მთავარი განმაპირობებელი სურსათე ფასებისთან მიმართებაში, გარდა გლობალური ნაწილისა და საერთაშორისო ბაზების ცვლილებისა, მათ შორის ლოგისტიკური ხარჯებისა, რომელიც ცვალებადი არის და ზეგავლენას ახდენს, რა თქმა უნდა, არის ხელშეკრულებების განახლების პროცესი ქსელურ მარკეტებთან, ის დამატებითი გადასახადები, რომელსაც უწესებენ მიმწოდებლებს, იქნება ეს ადგილობრივი მწარმოებელი თუ სადისტრიბუციო კომპანია და ეს ფასების ცვლილება, როგორც ჩვენ გასულ თვეებში აღნიშნავდით, ეტაპობრივად მოხდებოდა ამის ასახვა ხელშეკრულებების განახლებისთანავე და ამ ეტაპისთვის ვინაიდან უკვე ძირითადად პროდუქციაზე უკვე განახლებული არის ხელშეკრულებები, ფასებიც შესაბამისად უკვე გაზრდილი არის და წარმოდგენილი არის უკვე ეტაპობრივი კუთხით მომხმარებლისთვის ტახტზე გაზრდილი ფასით, უკვე კომპანიები, ანუ მოსახლეობა და მომხმარებელი არ უნდა ელოდეს დამატებით ფასის ცვლას და ზრდას უახლოეს პერიოდში, თუ კი რაიმე დამატებითი სხვა გარემოება არ წარმოიშვა. აგვისტოში ასევე გაძვირებული იყო ჯანდაცვის სერვისების და მომსახურების ფასები. ამ მიმართულებით წლიური ზრდა 9.3%-ია. გასულ თვეს მაგალითად საავადმყოფოს მომსახურება წლიურად 26%-ით იყო გაძვირებული, ხოლო ტკივილგამაყუჩებელი მედიკამენტები 22%-ით. თავის მხრივ ჯანდაცვის სერვისებზე ფასების ზრდა ერთ-ერთი ფაქტორია, რის გამოც ჯანმრთელობის დაზღვევაც ძვირდება. კერძოდ აგვისტოში სამედიცინო პოლისებზე ფასები წლიურად საშუალოდ თითქმის 9%-ით იყო გაზრდილი. როგორც სადაზღვევო კომპანიების ნაწილში აცხადებენ, მათ შემთხვევაში პოლისები საშუალოდ 10%-ითაა გაძვირებული, თუმცა აცხადებენ, რომ ამ მიმართულებით ფასების ზრდა პირდაპირ პროპორციულად არ ასახავს ინფლაციის იმ ტემპს, რაც ამჟამად ჯანდაცვის სერვისებზე ფიქსირდება. ერთი არის ფასები, რომ მაგალითად გაძვირდა ის სამედიცინო სერვისები, რასაც ჩვენ ვანაზღაურებთ ავტომატურად, ეს აისახება ზარალიანობაზე და შემდეგ უკვე ფასზე, მაგრამ მეორე კუთხით გაიზარდა მოხმარებაც, რომ წელს პირველად გვაქვს შემთხვევა, როცა იმაზე მეტად არის გაზრდილი მოხმარება, ვიდრე ზოგადად ვაკურდებოდით. ანუ მოხმარება, ეს სიხშირე, ეგრეთ წოდებული, ძალიან გაზრდილია. პირველ კვარტალში კიდევ უფრო მეტად იყო, მეორეში შედარებით შემცირდა, მაგრამ წლიურ ჭრილში 6 თვის დაკვირვებითაც სიხშირე ადამიანები უფრო მეტად იყენებენ სამედიცინო სერვისებს, ვიდრე სხვა თანაბარ პირობებში, სხვა ანალოგიურ პირობებში იყენებდნენ. შესაბამისად, თუ აი ამ ლოგიკას დავაკურდებით, ხო, ფასების ზრდა, სადაზღვევო კომპანიების პროგრამების ფასების ზრდა ამის პროპორციული ჯერჯერობით არ არის. სწორედ დაჩქარებული ინფლაციის ტემპის გამო უკვე არაერთი თვე ეროვნული ბანკი რეფინანსირების განაკვეთ უცვლად 8%-ზე ინარჩუნებს. ივლისის ბოლოს გამართულ მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის ხდომის გადაწყვეტილებაში სები აღნიშნავდა, რომ ინფლაციის ზრდას ძირითადად სურსათის ფასების მატება განაპირობებს, რაც საერთაშორისო სასურსათო ბაზრებზე არსებული ტენდენციისა და გასული წლის დაბალი ინფლაციის საბაზო ეფექტის ასახვაა. სების მოლოდინით მიმდინარე წელს ინფლაცია დროებით 3%-იანი მიზნობრივი მაჩვენებლის ზემოთ შენარჩუნდება და საშუალოდ 3.8%-ის ფარგლებში იქნება. როგორც ეკონომისტების ნაწილი ვარაუდობს, დაჩქარებული ინფლაციის ტემპის პირობებში ეროვნულ ბანკს მიმდინარე წელს განაკვეთის შემცირების საშუალება არ ექნება. ხედავთ, რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში ეს არის მაქსიმალური ინფლაცია, თუმცა ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეროვნული ბანკის სამიზნე მაჩვენებლებთან ახლოს არის და გარკვეული ტიპის ინტერვენციებს მოკლევადიან პერიოდში არ უნდა ველოდოთ. შესაბამისად, თან ეხლა არის ზაფხულის პერიოდი, ტურიზმი არის აქტიური ქვეყანაში, შესაბამისად, ფულადი ნაკადების შემოდინებაც ხდება, რაც მეტნაკლებად აბალანსებს ამ პროცესს და შესაბამისად, ცოტა გრძელვადიან პერსპექტივაში დააკვირდება ეროვნული ბანკი მაჩვენებლებს და იმის მიხედვით მოახდენს ინტერვენციას შემდგომ. ცალკე აღებული შეიძლება ვთქვათ, რომ არის გაზრდილი მაჩვენებელი, მაგრამ არ არის ისე კრიტიკულად გაზრდილი მაჩვენებელი. კრიტიკულ მდგომარეობას ამ ინფლაციის მაჩვენებლისა განაპირობებს ის ფაქტი, რომ სხვა ეკონომიკური მაჩვენებლებიც არის გაუარესებული და ჯამურად უნდა ვიფიქროთ, რომ ეკონომიკური ტენდენცია გაუარესებულია. მზრდის ტემპი შემცირებულია და ამ ზრდის ტემპის შემცირების კვალდაკვალ იზრდება ინფლაცია. არ ველოდები, რომ ეროვნული ბანკი ინფლაციის ამ მაჩვენებელზე რაიმე ქმედით ღონისძიებას გადადგავს. ვფიქრობ, რეფინანსირების განაკვეთს ვერ შეამცირებენ, სავარაუდოდ უცვლელს დატოვებენ. აღსანიშნავია, რომ გაძვირებულ პროდუქციასთან ერთად გასულ თვეს რიგ სასაქონლო ჯგუფებში ფასების საერთო დონის კლებაც დაფიქსირდა. აგვისტოში წლიურად ფასები შემცირებული იყო, მათ შორის ტანსაცმლის და ფეხსაცმლის, ასევე ტრანსპორტის კატეგორიებში.
საქსტატის აგვისტოს ინფლაციის მონაცემებით, რომელშიც ყოველთვიურად 305 დასახელების საქონლის და მომსახურების ფასების გამოკვლევის შედეგებია დათვლილი, ყველაზე მეტად გაძვირებულ პროდუქტებს შორის ლიმონი, ქლიავი და ადამიანი. შესაბამისად 99, 92